გამარჯობა ხალხო, გილოცავთ ახალ წელს, შობას, რავალს დაესწარით ჯანმრთელად, ბედნიერად, გახარებულები ყოფილიყავით, ბედნიერები ყოფილიყავით და რაც ჩაფიქრებული გაქვთ და რაც სურვილი გაქვთ, რაც 2024 წელს და განვლილ წლებში ვერ აისრულეთ, ყველა ის სურვილი 2025-ში აგესრულებინოთ. შეიძლება ჩვენთვის, ბევრისთვის ძალიან კარგად დაიწყო ეს წელი, მაგრამ ერთ-ერთი ოჯახისთვის ძალიან ცუდად დაიწყო ეს ყველაფერი. ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვავ და ძალიან მეწყინა მართლა და რა ვიცი, მთელი ჩემი დღე შეცვალა და კვირა შეცვალა მაგ ბავშვების ტრაგედიამ, რომ ნახე ეგ ვიდეო, ხო და რეალურად ეს ვიდეო უნდა ყოფილიყო ეხლა, რასაც თქვენ უყურებთ, მინდოდა ისევ გამეკეთებინა, როგორც წინა წელს გავაკეთე, რომ ქუჩაში უბრალოდ ბავშვებისთვის გვაჩუქებინა რაღაც საჩუქრები, დონაცია შეგროვდა $1100, ზუსტად $1059 და რაღაც ცენტები, ნუ ვიდეოში კი ნახავთ, სკრინით გადაურიცხავ იმ ადამიანს, ოჯახის წევრებს ამ ფულს და კი ნახავთ ვიდეოში რა და როგორ და რამდენი იქნება. $1000 რაღაც გამოვიდა, რომ დაახლოებით $3000 და საჩუქრები უნდა მეყიდე, რომ ქუჩაში დამერიგებინა, რა მნიშვნელობა აქვს, რა უნდა მექნა, მაგას უკვე აზრი აღარ აქვს, მოკლედ გადავწყვიტე და ჩემს თავს მივეცი უფლება, რომ თქვენი იმ ჩარიცხული დონაციებით, რომლითაც ბავშვები უნდა გაგვეხარებინა საახალწლოდ, ჩემს თავს მივეცი იმიდან ის უფლება, რომ ეს ვიდეო არ იყოს ვრცელი, ხალისიანი და ისეთი როგორიც არის ხოლმე და იქნება უბრალოდ ეს ვიდეო იმისთვის, რომ ნახოთ თქვენი დონაციები რას მოხმარდა. სულ ეს იყო, ბევრს არ ვილაპარაკებ, ბევრს თავს არ მოგაწყენთ, ვიზიარებ, ძალიან მწუხვარ, არანაირი გაზიარება და არანაირი ფული და არაფერი ამ ტკივილს არ შეცვლის დარწმუნებული ვარ, უბრალოდ მინდა, რომ მე ჩემი იმ მაყურებლი და ჩემი კარგი ხალხით, ვინც ეს ყველაფერი ეს დონაცია გააკეთა, ის მწუხარება გამოვთქვა, როგორც შეგვიძლია და რაც შეგვიძლია რა. სულ ეს იყო. სხვა არაფრის თქმა არ მინდა, სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. მადლობა ყველას, დიდი მადლობა, ვინც თითოეული ლარი დაადონატეთ და რა ვიცი, ნათელში იყვნენ ის პატარა ანგელოზები. იქ სადაც არიან. კარგად იყავით.